გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმას და ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან. მე ია მეორმეშვილი ვარ. ალექსანდრე ქართველი არის სახელი, რომელსაც ამერიკის სამხედრო ავიაციაში კარგად იცნობენ. ალექსანდრე ქართველიშვილი, იგივე ალექსანდრე ქართველი ემიგრანტი იყო, რომელიც საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკიდან შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა გრძელი და საკმაოდ რთული გზის გავლის შემდეგ. მან შექმნა ისეთი თვითმფრინავები, ისეთი ლეგენდარული თვითმფრინავები, როგორიცაა მაგალითად P-47, ასევე A-10, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში, კერძოდ კი შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ფლოტში დღემდე დაფრინავს. ჩემი კოლეგები საბა გუჯაბიძე და ქართლო შარაშენიძე შეერთებულ შტატებში ალექსანდრე ქართველიშვილის ისტორიას იკვლევდნენ. გთავაზობთ ფილმს ალექსანდრე ქართველზე, რომელიც მოგვითხრობს იმას, თუ რა გზა გაიარა ქართველმა იმიგრანტმა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკიდან ამერიკის დიდ ავიაციამდე. წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტი რუზველტი საბრძოლო და თავდაცვითი შეიარაღების გაუმჯობესებაზე იწყებს მუშაობას. აღმოჩნდა, რომ ამერიკის იმჟამინდელი შეიარაღება მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობდა. პრეზიდენტმა კონგრესს მიმართა და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესასყიდად $300 მილიონი გამოყოფა მოსთხოვა. საკითხზე მუშაობა სამხედრო ავიაციის მაღალჩინოსნებს და გენერალიტეტს დაევალა. ოჰაიოში შეიკრიბა მთელი, ასე ვთქვათ, ორი მხარე იყო, აქეთ იყვნენ ავიაციის სამხედრო ავიაციის წარმომადგენლები, გენერალიტეტი, მეორე მხარეს იყვნენ ყველა ავიაკონსტრუქტორი, ვინც კი იყო მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ მიდიოდა სრულიად მნიშვნელობით ძალიან ცხარე კამათი. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ამბავია. ჯარს ყოველთვის უნდა მფრინავი ტანკი, დაინტერესებთ რანაირი იქნება ის, თავარი დააქციოს ქვეყანა. აქეთ არის მეორე მხარე, ხო, აქეთ არის ავიაკონსტრუქტორები, რომელსაც უნდა შექმნან თავისი საკუთარი თვითმფრინავი და მათ უნდა რომ იყოს ლამაზი, უნდა რომ იყოს კარგი. და აი ამ სიტუაციაში ეგრეთ წოდებული ოქროს შუალედის პოვნა არის ყველაზე რთული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ორივე მხარე კმაყოფილი უნდა იყოს და აი ამ ცხარე კამათში ეს ისტორიული ფაქტია, როდესაც სხვა შორის ალექსანდრე ქართველიშვილი იხსენებს, როდესაც წერდნენ ეს ჯარის წარმომადგენლები, სამხედროები დაფაზე თუ რა უნდა გაეკეთებინა ამ თვითმფრინავს, სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა პატარა ბავშვის თხოვნა სანტასადმიო, იმდენად არარეალურ რაღაცებს ითხოვდნენ. და აი ამ კამათში აქეთ ყვირიანო არ გამოვა, ისინი იძახიან საჭიროა. ალექსანდრე ქართველიშვილმა თავის პიჯაკიდან ამოიღო პატარა კონვერტი, რომელიც ედომას და იქვე გააკეთა პატარა სკეჩი თვითმფრინავის, რომელიც მიუტანეს გენერალ დელოს ემონს, ვისაც მიყავდა ეს სხდომა. და გენერალ აუხსნა ქართველიშვილმა რა იყო როგორ იყო და დაევალა მას, რომ სასწრაფოდ იმ დღესვე დაეწყო მუშაობა და იმ დღიდან ზუსტად 9 თვეში პირველი P-47 აფრინდა ცაში. P-47 მართლაც ლეგენდარული თვითმფრინავია. ეს არის თვითმფრინავი, რომელმაც ასობით და ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა, იმიტომ რომ ურთულესი იყო ამ თვითმფრინავის ჩამოგდება, ეს ყველა ძალიან ესეთი მდგრადი და ესეთი მყარი თვითმფრინავი. სოფლიოში არც ერთი მოდიფიკაცია თვითმფრინავისა არ გაკეთებულა იმ რაოდენობით, რაც გაკეთდა P-47, 15600 P-47 შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს და ეს მართლაც რეკორდული ციფრია, არც მანამდე და არც მერე ეს არ შეცვლილა. სწორედ ამ მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ ჟურნალი Life აქვეყნებს სტატიას სათაურით ქართველი, თუმცა ქვესათაურში ალექსანდრე რუს ავიაკონსტრუქტორად არის მოხსენიებული. ეს არის მართლაც პარადოქსი. ქართველი ქვია სტატიას და ქვევით წერია: მელანქოლიური რუსი დიზაინერი ქმნის ამერიკის თეთრ იმედს. ეს პარადოქსი ყოველთვის თანსდებდა ქართველიშვილს, იმიტომ რომ ყველგან ის იწერებოდა როგორც რუსი და ყარად იყო ქართველი. ამას მოყვა კორეის ომისთვის შექმნილი F-84, ასევე ლეგენდარული ვიეტნამის ომისთვის F-105, რომელმაც ვიეტნამის ომში 75%-ის ავიაციო ოპერაციების შეასრულა და მისი ბოლო, ასე ვთქვათ, ნამუშევარი, რომელზეც ის მარტო არ მუშაობდა და იმას ვერ დაერქმევა, მხოლოდ ქართველიშვილის მოდელი ჯგუფთან ერთად მუშაობდა და როგორც საპატიო ავიაკონსტრუქტორი იყო A-10, რომელიც მართლაც დღემდე სერვისშია და იმდენად კარგი თვითმფრინავია, რომ ვერც ერთი ახალი თვითმფრინავით ამერიკის მთავრობამ ვერ ჩაანაცვლა A-10.
ქართველის ამერიკული წარმატების ისტორია მე-20 საუკუნის 20-იან წლებში იწყება. ავიაციის ცნობილი ენთუზიასტი ამბიციური იდეის განსახორციელებლად ნიჭიერ ავიაკონსტრუქტორებს ეძებს. ჩარლზ ლევინს ჰქონდა სურვილი შეექმნა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც შეუჩერებლად იფრენდა პარიზიდან ნიუ-იორკამდე. სწორედ ლევინის მოწვევით 1927 წლის ოქტომბერში ქართველი ნიუ-იორკში ჩამოდის. აღმოაჩნდა, რომ ალექსანდრე ქართველიშვილს არა მარტო შეეძლო, არამედ გეგმებიც კი ჰქონდა მსგავსი თვითმფრინავის. 28 წელში ნობელის ჟურნალი Time წერს, რომ ჩარლზ ლევინი დაბრუნდა ნიუ-იორკში რუს ავიაკონსტრუქტორთან ახალგაზრდა ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად, რომელიც მას დაეხმარება მისი ამბიციური იდეის განხორციელებაში. მის პირველ თვითმფრინავს, რომელიც მან ლევინის კომპანიაში შექმნა, სიმბოლურად ერქვა Uncle Sam. სამწუხაროდ შემდეგ უკვე ლევინს ჰქონდა პრობლემები მთავრობასთან, იგი დაიჭირეს, გაიყიდა ყველაფერი და ალექსანდრე ქართველის შექმნილი პირველი ეს თვითმფრინავი ანგარში დაიწყო. დრამატული სტარტის შემდეგ ქართველიშვილი სამხედრო ავიაციაში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. 1931 წელს ქართველიშვილი თბილისში დაბადებულ ალექსანდრე სევერსკისთან ერთად კორპორაციას ქმნის. ქართველი ნამდვილი ნოვატორი იყო. თავის დროში მისი ქმნილებები თითქმის იგივეა, რაც ჩვენს დროში ინტერნეტი. მას 33 წლიანი საოცარი კარიერა ჰქონდა. თვითმფრინავის 14 სხვადასხვა მოდელი შექმნა, ხოლო ერთიც რომ შეექმნა, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ავიაციის ისტორიაში შესულიყო, როგორც ჭეშმარიტი ნოვატორი. ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ შექმნილი თვითმფრინავები მსოფლიო ავიაციის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, თუმცა არა მხოლოდ ისტორიაში. მის იდეებზე და რამდენიმე საიდუმლო მოდიფიკაციაზე დღემდე მუშაობენ. მან შეძლო თანამედროვე ავიაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა, თუმცა მან ვერ შეძლო ერთი რამ. მან ვერ შეძლო საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა. 1922 წელს 26 წლის ალექსანდრე ქართველიშვილი პარიზის უმაღლესი საავიაციო სკოლის კურსდამთავრებულია. თავდაპირველი გეგმის მიხედვით სწავლის დასრულების შემდეგ ქართველიშვილი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. დარწმუნებული ვარ, შევძლებ სამაგიერო სარგებლის მოტანას ჩემი სამშობლოსთვის. ეს იყო პირობა, რომელიც ახალგაზრდა ალექსანდრემ 1919 წელს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობას მისცა. 1914 წელს დავამთავრე საშუალო განათლება თბილისის პირველ გიმნაზიაში, რომელმაც მცნო საუკეთესო მცოდნეთ მათემატიკასა და ამასთანავე დამაჯილდოვა ვერცხლის მედლით. მე დავიჭირე პეტერბურგში კონკურსის გამოცდა და მიღებულ ვიქმენ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდი მექანიკურ განყოფილებაზე 2 წელი და უკვე გავათავე 2 კურსი. სოფლიო ომის გამო იძულებული შევიქმნი ინსტიტუტში სწავლისთვის თავი დამენებებინა. შევედი კონსტანტინეს სახელობაზე არსებულ საარტილერიო სასწავლებელში, სადაც გავათავე კურსი. 3 წელიწადი მსახურობდი როგორც ოფიცერი სამხედრო უწყებებში. უკანასკნელად მსახურობდი საქართველოს ჯარში და ომებში ვიღებდი მონაწილეობას. ბოლოს მოვყე სათავდარიგო ჯარში. შემდეგ ჯერ მსახურობდი სახელმწიფო ავტომობილების ქარხანაში. იმ დროიდან რაც ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლას თავი დავანებე, რამტელადაც დრო და გარემოება ნებას მაძლევდა. არ მიმიცია დავიწყებისთვის არც ერთი თეორია და არც პრაქტიკა იმ სწავლისა, რომელსაც ვთვლიდი ჩემ სპეციალობად, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ჩემთვის ხვის დაუხმარებლად ყოვლად შეუძლებელია ამ სწავლის სისტემატიურად დამთავრება. თუმცა ფრანგული ენა საკმაოდ კარგად ვიცი, მაგრამ მაინც ღონისძიება არ მაქვს წავიდე საზღვარგარეთ და იქ განვაგრძო სწავლა. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ბატონო მინისტრო, მოახდინოთ ჯეროვანი განკარგულება, რათა ვიქმნე გაგზავნილი საზღვარგარეთ სახელმწიფოს ხარჯზე სწავლის დასამთავრებლად. დარწმუნებული ვარ, შევძლებ სამაგიერო სარგებლის მოტანას ჩემი სამშობლოსთვის, სახალხო განათლების სამინისტროს, კანცლერის დირექტორს. პირველი რესპუბლიკის მთავრობა აცნობიერებდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის წარმატებისთვის დასავლური განათლების მქონე ახალგაზრდების ინტელექტუალური რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ალექსანდრეს რეკომენდაცია სამხედრო მინისტრმაც გაუწია. მისი თანაშემწე სახალხო განათლების მინისტრს წერს, რომ ქართველიშვილმა სამხედრო უწყებაში მსახურებისას დიდი უნარი და გონიერება გამოიჩინა. გთხოვთ გაუწიოთ მას ყოველგვარი დახმარება, როგორც ნიჭიერ და საიმედო ხმაწვილს. იგი იყო დაინტერესებული, რა თქმა უნდა, ავიაციის შესწავლით. ანუ ეს იყო კადრი, რომელსაც ალბათ ახალ საქართველოში და მომავალ საქართველოში, დემოკრატიულ საქართველოში უნდა აეღორწინებინა ეს დარგი, ავიაციის დარგი და სწორედ ეს იყო ამ წერლის მნიშვნელობა და ეს ამიტომაც გაუწია ეროვნულ მთავრობამ მას რეკომენდაცია, მით უმეტეს წარჩინებული იყო, ფრიადოსანი იყო და ნამდვილად ის შეეძლებდა ამ დარგის აღორძინება საქართველოში. მაგრამ ვიცით რაც მოხდა ანექსიის შემდეგ. ამ წერილის საფუძველზე მიდის ალექსანდრე ქართველი
1919 წელს უკვე საფრანგეთში სასწავლებლად, სადაც ისწავლას განაგრძობს საფრანგეთის უმაღლეს საავიაციო სასწავლებელში და სტუდენტობის პერიოდში დედაც მასთან ერთად იმყოფება. საქართველოს პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ქართველი შვილისთვის სახელმწიფო დაფინანსება გამოხო, თუმცა მისი ცოდნით სარგებლის მიღება ვეღარ შეძლო. ვიდრე ქართველი შვილი ფრანგულ უმაღლეს საავიაციო სასწავლებელში სწავლას დაასრულებდა, ერთი წლით ადრე 1921 წელს საბჭოთა რუსულმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია განახორციელა. 1922 წელს კი, როცა ქართველი შვილმა განათლების მიღება დაასრულა, საბჭოთა იმპერია იურიდიულად გაფორმდა. დამოუკიდებელი საქართველოდან განათლების მისაღებად წასულმა ქართველმა საბჭოთა საქართველოში დაბრუნებაზე უარი თქვა. სამწუხაროდ 1921 წლის საქართველოს ანექსიის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ აღარ დაბრუნებულიყო საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ დიდი ალბათობით რეპრესიებში მოყვებოდა ეს ადამიანი, ვფიქრობ კარგი არჩევანი გააკეთა მან. რომ დავფიქრდეთ ალექსანდრეს რომ მიიღო გადაწყვეტილება და დაბრუნებულიყო საბჭოთა საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ რომ იმის მეასედიც არ იქნებოდა რაც იყო ამერიკაში. ამის ძალიან ბევრი მაგალითია საბჭოთა კავშირში, გენიოსები უბრალოდ ქრებოდნენ. მე გეტყვით ერთ მაგალითს იყო ესეთი ბორის რჩეულიშვილი, რჩეულოვად იწერებოდნენ, იცით, წინა საუკუნის დასაწყისში. ბორის რჩეულოვი, როდესაც რჩეულიშვილი ვთქვათ, მოდით, ლონდონში სწავლობდა, ის 20-იანი წლების დასაწყისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა და არსებობს ჩანაწერი, რომ დიდი ფიზიკოსი იოფე ამბობს, რომ მე რო გავეცანი ახალგაზრდა რჩეულოვის ნაშრომებსო, მე ვფიქრობ, რომ თეორიულად მოძრავი გამოსახულების შორმანძილებზე გადაცემა შესაძლებელია. რეალურად აქ არის ლაპარაკი ტელევიზიის საფუძვლებს იგონებდა ეს რჩეულოვის, ჩვეულებრივი გენიოსი. 30-იანი წლების დასაწყისში რჩეულოვს ირადად მიმართა სტალინმა, რომ ჩამოდი საბჭოთა კავშირში, შენ ჭირდები ქვეყანა, ჩვენ უნდა განვითარდეთ რაღაცა. ის მან პირდაპირ გეტყვით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და დაბრუნდა. ბევრს აღარ შეგაწყენთ 1952 წელს ეს ჩვენი ძვირფასი და მართლაც გენიოსი რჩეულოვი ლენინგრადის ბლოკადაში გარდაიცვალა დისტროფიით. ამიტომ აი ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა მოუვიდოდა ქართველი შვილს რო ჩამოსულიყო საბჭოთა კავშირში. მე არ ვიცი შეიძლება დისტროფიით არ მომკვდარიყო, მაგრამ იმის მეასედიც კი არ იქნებოდა, რასაც მიაღწია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხოლო ამერიკა საქართველოს ქართველი შვილის გარეშე დაკარგავდა მართლაც ის ლეგენდარულ თვითმფრინავებს, როგორც იყო F-87, F-84, F-105 და დაკარგავდა ერთ, ასე ვთქვათ, ძლიერ, რო წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ, შენობა, როგორც შენობა ავიაცია, ერთ ძლიერ საყრდენ კედელს დაკარგავდა ის შენობა, რომელსაც ავიაცია. ამ გადაწყვეტილებით ქართველი შვილი სამუდამოდ მოწყდა საქართველოში დარჩენილ ოჯახს. ასთან ერთად მხოლოდ დედა იმყოფებოდა. სწავლის დასრულების შემდეგ ალექსანდრე დედასთან ერთად პარიზში რჩება და ავიაციის ერთ-ერთი პიონერის ლუი ბლერიოს კომპანიაში იწყებს მუშაობას. 1924 წელს ქართველი შვილის მიერ შექმნილი თვითმფრინავი სიჩქარეში მსოფლიო რეკორდს ამყარებს. ბლერიოს საავიაციო კომპანიაში ის ამერიკაში გამომგზავრებამდე მუშაობდა. ელისის კუნძულის იმიგრაციის მუზეუმში დაცულ დოკუმენტებში ინახება 1927 წლის 14 ოქტომბერს ნიუ-იორკში ჩამოსული გემის მგზავრების მონაცემები, სადაც ალექსანდრე ქართველიშვილის ასაკი, პროფესია და დაბადების ადგილია მითითებული. გრაფაში ეროვნება, ქვეყანა, რომლის მოქალაქეც არის სუბიექტი ჯორჯია, საქართველო არის მითითებული, ეთნიკურ კუთვნილებაში კი რუსი. The information we have is that he had a fairly tragic personal life. Once he left Georgia, მას ჰქონდა ძალიან ტრაგიკული პირადი ცხოვრება. საქართველოს დატოვების შემდეგ ის საკუთარ ოჯახის წევრებს აღარასდროს შეხვედრია. ამერიკაში მას ჰქონდა სრულიად გასაიდუმლოებული სამსახური. მის კორესპონდენციებს თბილისში კი KGB, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მკაცრად აკონტროლებდა. 27 წელს ის უკვე საკმაოდ ცნობილი ავიაკონსტრუქტორია, მას უკვე ეკონომიურადაც მოძლიერდა და გაუგზავნა წერილი სახლში. Das, რომ მე უკვე კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეა, თქვენ როგორ ხართ, როგორ არის შენი ოჯახი, მინდა რომ დაგეხმაროთ, ყველანაირად გვერდში დაგიდგეთ. მოვიდა წერილი ოჯახიდან, რომ შენ ხარ მოღალატე, აღარასდროს გაბედო წერილის მოწერა, შენი სახელის გაგონებაც არ გვინდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ ქალბატონ თამარს ალბათ ხელი უკანკალებდა ამ წერილს, რო წერდა და ამ სიტყვებს, ალბათ ცრემლიც მოსდიოდა. მაგრამ სხვა გზა არ იყო 27 წელში რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში ყველამ ვიცით და
სხვანაირი წერილი რომ მოეწერა, ალბათ ოჯახს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. ალექსანდრემაც რა თქმა უნდა მიიღო სწორად მესიჯი, მას მერე ოჯახთან არანაირი ურთიერთობა არ ქონია, არც მიწერა, არც მოწერა. ერთადერთი ბოლო და ერთადერთი კორესპონდენცია მათ შორის იყო, როდესაც ქაბატონი თამარი გარდაიცვალა 1972 წელს, როდესაც მან მიიღო ეგრეთ წოდებული დეპეშა, რო გარდაიცვალა, მან გაგზავნა უკან მხოლოდ ერთი წინადადება ბედნიერია, ის რომ საქართველოს მიწაზე დაიმარხება. თავად ალექსანდრე აქ ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდის სასაფლაოზეა დაკრძალული. ის 77 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მასთან ერთადაა დაკრძალული დედა და მეუღლე. მას პირდაპირ შთამომავალი არ დარჩენია, თუმცა მისი მემკვიდრეობა ავიაციის ისტორიაში ფასდაუდებელია. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან. მე ია მეორმეშოლე ვარ. მომავალ კვირასაც შემოგვერთით აქ TV პირველზე. მომავალ კვირას შემოგთავაზებთ ასევე დოკუმენტურ ფილმს, ასევე ძალიან კარგად ცნობილ ქართველ იმიგრანტზე, გიორგი პაპაშვილზე. პაპაშვილმა სხვა ბევრ რამესთან ერთად წიგნი დაწერა სახელწოდებით ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით ჰოლივუდმა ფილმი გადაიღო. ასე რომ გვიყურეთ მომავალ კვირას აქ TV პირველზე საღამოს 6-ის ნახევარზე. მანამდე კი გოსტუმრეთ ვებგვერდზე www.amerikisxma.com. ასევე შეგიძლიათ შემოგვერთდეთ ჩვენი Facebook-ისა და Instagram-ის ოფიციალურ გვერდებზე.